ეს არის ცოცხალი პირველ სახე ხატები. კულტურაში, ჩვენს ზოგად საკაცობრიო კულტურაში დალექილი სურათ ხატებს. არის ძალიან ზოგადი მიდგომა. საქმე იმაშია, რომ ცნობიერს, არაცნობიერს გონებრივ მენტალურ სტრუქტურებს გამოვლენისთვის სჭირდება რაღაც ფორმა და ფორმით მანიფესტირება. და ეს სწორედ ვიზუალიზაცია სწორედ წარმოადგენს აი ამ მანიფესტირების საშუალებას. აი თქვა რაღაც კონკრეტულ ენერგიას ჩვენამდე უნდა რომ გაცხადდეს, ხო, ჩვენივე ენერგია, ან სხვა ტიპის ენერგია, ამისათვის თუ ის არ მოხდა მისი ვიზუალიზაცია, ჩვენ აი ამ მოვლენას, აი ამ ფენომენს უბრალოდ ვერ აღვიქვამთ, ხო? ამიტომ ეს თვითონ ეს სიმბოლოები, სახეხატები, ვიზუალური ფორმები რისთვის გჭირდება? აი სიზმარი როგორ მუშაობს, ხო? სიმბოლოების სახით მუშაობს. ამიტომ არქეტიპიც ეს არის, როცა ჩვენში რაღაც პროცესი მიდის, ნებისმიერ დონეზე, არაცნობიერის დონეზე, უმაღლესი ცნობიერების დონეზე, კარმულ დონეზე, საგვარეულო პატერნების დონეზე, ნებისმიერ დონეზე. აი ეს პროცესი იძენს ვიზუალური სურათ-ხატების ფორმას და ვლინდება სიზმარში, ჩვენს ფიქრებში, გვისინქრონდება ყოველდღიურობაში, რაღაც სიმბოლოების სახით, წარწერების სახით, რიცხვების სახით. ეს არის ჩვეულებრივ სამყაროს ენა, სამყაროს კომუნიკაციის ენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ წინაზეც ვთქვი, რომ მაგრამ თითოეულ ადამიანს აქვს სამყაროსთან კომუნიკაციის საკუთარი ენა. ვიღაცასთან ეს არის უბრალოდ ტელეპათია, ინფორმაციის შემოცვა, ვიღაცასთან საკომუნიკაციო ენა შეიძლება იყოს სიზმარი, ანუ ის არაცნობიერი მდგომარეობა და არა ვთქვათ ღრმაწილი. ვიღაცასთან ეს შეიძლება იყოს სიმბოლოთა ენა, როდესაც მას ადამიანს უსინქრონდება სხვადასხვა მოვლენები, რაღაცა სიმბოლოები ყოველდღიურობაში. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ენა იყოს ხატვის ენა, ვიღაცისთვის გამოცხადება, ანუ ხილვები და ასე შემდეგ.